თბილისის საქალაქო სასამართლოში საპროტესტო აქციების დროს დაკავებული ზვიად ცეცხლაძისა და კიდევ 7 პირის წინა სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომაზე მხარეები აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე მსჯელობენ. ბრალდების მხარე ბრალდებულების კვლავ პატიმრობაში დატოვებას ითხოვს. პროკურორის განმარტებით დაკავებულების მხრიდან მიმალვის და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე კვლავ არსებობს. დაცვის მხარის ნაწილი აღკვეთის სახით უფრო ნაკლებად მკაცრი ღონისძიების გამოყენებით შუამდგომლობს. ადვოკატები სასამართლოს გირაოს ელექტრონული მონიტორინგის სამაჯურის გამოყენებას სთავაზობთ. შეგახსენებთ, საქმეზე ბრალდებულ 8 პირს გამოძიება ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება. დაკავებულები წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ. საქმეში წარმოადგენილი ინფორმაცია ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მხოლოდ პატიმრობის გამოყენებით შეიძლება აღკვეთის ღონისძიების მიზნების მიღწევა და ზემო აღნიშნული საფრთხეების განეიტრალება სხვა უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიებით შეუძლებელია. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ზვიად ცეცხლაძე, ვეფხვია კასაძე და ვასილ კაძელაშვილი ჯგუფური ძალადობის განხორციელების, გაგრძელების და გაძლიერების მიზნით აორგანიზებდნენ და ხელმძღვანელობდნენ ყველა შესაძლო ძალადობრივ მოქმედებებს. ამუშავებდნენ ჯგუფური ძალადობის სამოქმედო გეგმას, განსაზღვრავდნენ ძალადობრივი ქმედებების ჩადენის სავარაუდო ადგილებს, დროსა და ხერხებს. ჯგუფის წევრებს უნაწილებდნენ კონკრეტულ როლებს, მოუწოდებდნენ ძალადობრივი მოქმედებების გაგრძელების აუცილებლობისაკენ. აორგანიზებდნენ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე პირთა თავმოყრას კონკრეტულ ლოკაციაზე და უზრუნველყოფდნენ მათი მოქმედებების მართვას. პირველში პროკურატურას მივმართავ, რომ ჩემი მმართველობის საფრთხე არანაირად არ არსებობს, რადგან საღამოს 8 საათი იყო, როდესაც მამაჩემმა დამიერეკა და დიდი სიყვარულით მოვეკითხა მამაჩემს და ჩემს ოჯახს. შემდეგ ის მამაჩემმა დამიერეკა და მითხრა, რომ სახლში მოსულები არიან და რა ხდება, მეთქი არ ვიცი მეთქი. მე საქმის გულში ვიყავი ამ ყველაფერთან საღამოს 8 საათიდან. ღამის 2 საათი იყო, როდესაც სამსახურში წავსულიყავი, ბარში მოგეხსენებათ მოსილოსი ვარ. უნდა წავსულიყავი სამსახურში და მე ხო მქონდა იმის შესაძლებლობა, რომ სიტყვაზე რო ვიცოდი, რომ მომძებნდნენ და მოვიდოდნენ ჩემამდე. ამდგარიყავი და წავსულიყავი თუნდაც ქალაქად. ან სადმე მეგობართან სადმე. იმის მაგრამ მე გავჩერდი სახლში, ცოტა ხანი დაველოდე, მაგრამ მაგვიანდებოდა სამსახურში, ავდექი და წავედი. სანამ წავიდოდი, სახლში მომაკითხეს და სახლში დამაგავეს.